მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას. განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეკუთვნის. კობა გვენეტაძე ქვეყნის ფინანსურ სისტემაში მთავარ პრობლემად მოსახლეობის მიერ დოლარზე ჭარბ მოთხოვნას ასახელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციას არაერთგვაროვანი შეფასებები უკვე მოჰყვა. გენო სიყმაშვილი ჩაგვერთვება დეტალებით. გენო, მოგესალმები და გისმენთ. კობა გვენეტაძემ დოლარის გარეშე ცხოვრებასთან დაკავშირებით განცხადება გაზეთ რეზონანსისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, სადაც განმარტა, რომ მოსახლეობა ისეთ მსხვილ ოპერაციებს, როგორიც არის ბინის ან ავტომობილის ყიდვა და სხვა ტრანზაქციები დოლარის ნაცვლად თუ ლარში განახორციელებს. მაშინ ეს დოლარზე მოთხოვნა შეამცირებს, რის გამოც ვალუტის კურსის რყევა მოქალაქეებზე ნეგატიურ გავლენას ვეღარ მოახდენს. ამაში მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სრულად ეთანხმება. პრემიერის თქმით, იმისათვის რომ მოსახლეობამ ქონება ლარში იყიდოს, გაყიდოს და დააგროვოს, საჭიროა ეროვნული ვალუტის მიმართ მაღალი ნდობა არსებობდეს, ამისთვის კი შესაბამისი ნაბიჯები უკვე იდგმება. თუმცა ამ ნაბიჯების თანმიმდევრულობაში ეჭვი შეაქვთ თავისუფალ დემოკრატებს. პარტიის ეკონომიკური გუნდის წევრი ნათია კუტივაძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მოსახლეობა თავად ამ ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღებებს არ ენდობა. ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კიდევ უფრო შორს მიდის. მისი განცხადებით, დოლარიზაცია კი არ უნდა შემცირდეს, ლარი მთლიანად დოლარმა უნდა ჩაანაცვლოს. ეროვნული ბანკი კი საერთოდ უნდა გაუქმდეს. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. დედოლარიზაციის პროცესი არ არის მარტივი, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია. ფასი ლარში უნდა დასახელდეს. არსებობს ერთგვარი თეორია, რომელიც ჩემისაც არის მცდარი, რომ თუ ლარიზაცია მოხდება, ეს ხელს შეუწყოს ბევრი მიმართულებით რაღაც ეკონომიკის განვითარებას. ჩემთვის ეს არის არასწორი, ეს არის მათ შორის წიხლის კიდევ უფრო მეტად დაჭერა საქართველოს მოსახლეობაზე, რომ მათ გამოიყენონ ის ვალუტა, რომელსაც ისინი არ ენდობიან და დღეს ასეთი წიხლის დაჭერა უკვე არსებობს. ეროვნული ბანკის კანონში წერია, რომ ლარი არის ერთადერთი საგანახტრო საშუალება. ისაც არის სწორი გზა, ეს არის მეტი თავისუფლების მიცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის ვალუტის არჩევანში. ადამიანებს, ინვესტორებს, ბიზნესებს ყველას უნდა ქონდეთ თავისუფალი არჩევანი, გამოიყენონ ის ვალუტა, რომელსაც ისინი უფრო მეტად ენდობიან. როდესაც ეკონომიკურ პოლიტიკაში მიმღები გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი პირები იღებენ არათანმიმდევრულ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად მათი გადაწყვეტილებები ახდენენ აი მოკლევადიან შოკებს ეკონომიკაზე და შესაბამისად იწვევენ ბუნებრივი წონასწორობის რღვევას. მინდა გითხრათ, რომ შეუძლებელია აი ასეთი წონასწორობის პირობებში გაჩნდეს მოსახლეობის მხრიდან ნდობა ეკონომიკური პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღები პიროვნებების მიერ. მე აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას. დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენთვის. ამისთვის კეთდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება, გრძელვადიანი კომპლექსური ზომების გატარების გზით ჩვენ რა თქმა უნდა მივახცევთ იმას, რომ გრძელვადიანი ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ უფრო გამყარდება. ამას კიდევ ხელს შეუწყობს საპენსიო რეფორმა, რომელიც 2017 წელს არის დაგეგმილი, რაც ეროვნული ვალუტის გრძელვადიანი რესურსის დაგროვებას უწყობს ხელს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დოლარიზაციის შესამცირებლად ერთ-ერთ გზად ასევე კომერციულ ბანკებში გარკვეული კატეგორიისა და მოცულობის სესხების დოლარში გაცემაზე შეზღუდვების დაწესება ესახება. ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით ნამდვილად მუშაობს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ამისათვის ნაბიჯები ფრთხილად უნდა გადაიდგას, რადგან არსებობს რისკი, რომ თუ ბანკები დოლარში სესხებს არ გასცემენ, მომხმარებელი შესაძლოა ეგრეთ წოდებულ მევახშეებთან მივიდნენ. ამ რისკებში მას ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ეთანხმება. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია კი აღნიშნავს, რომ სწრაფი ჩარევა და რეგულაციები დაუშვებელია. ამ მიმართულებით ნამდვილად მუშაობთ, რომ არაჰეჯირებულ მსესხებლებს, რომლებიც დაუცველნი არიან ვალუტის მერყეობის რისკებისგან, უცხოურ ვალუტაში სესხის თავისუფლად აღების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. ასეთი სახის რეგულაციებს ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს. სესხის გარკვეული მოცულობა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. მეორე მხრივ, თუ კი ადამიანი ბანკიდან დოლარში სესხს ვერ მიიღებს, შესაძლოა არასაბანკო ორგანიზაციებს მიმართოს და ამან უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამასთანავე, თუ კი შესაძლებელია, რომ დოლარში სესხის აღების მსურველს ირიბის საშუალებებით შევასრულებინოთ აზრი, სჯობს ეს მეთოდი გამოვიყენოთ. ქირურგიული ჩარევის და რაღაც აკრძალვების მომხრე არასოდეს არ ყოფილვარ და ვერც ვიქნები, მაგრამ რეგულაციები ბუნებრივი არის, ნამდვილად საჭირო არის უკვე საკანონმდებლო დონეზე და ეს რეგულაციებიც დაუშვათ რაღაცის დისკრიმინაციის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, მაგრამ ხელი შეწყობა იმისი, როდესაც ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყანას,
ბუნებრივი არის ხელშეწყობილი უნდა იყოს, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელმა დაიწიოს. ეს ერთბაშად ვერანაირად ვერ მოხდება, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ორგანიზაციებისთვის რეგულაციების დაწესებით მე ვეჭვობ, რომ ამან ზოგადად დოლარიზაციის პრობლემა შეცვალოს. დოლარიზაციის პრობლემა და ლარის ადმინდობის პრობლემა წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლარი როგორც დაგროვების, როგორც შენახვის ინსტრუმენტი მიმზიდველი და საინტერესო გახდება მოქალაქეებისთვის. ანუ აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმაზე, რომ მოქალაქეებს შეეზღუდოთ სავალუტო ოპერაციები, ან ფასის დაფიქსირება, ნომინალის განსაზღვრა დოლარში ან სხვა უცხოურ ვალუტაში, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ლარი როგორც შენახვის ინსტრუმენტი გახდეს საინტერესო. კობა გვენეტაძე თავის ინტერვიუში ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებასაც ეხება, სადაც აღნიშნავს, რომ 2.12 მიასედიდან 2.36 მიასედამდე გაუფასურება სხვადასხვა ფაქტორით იყო განპირობებული, თუმცა მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. მადლობა გენო სიყმაშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.